სტრიმებში ჩვენ ვილაპარაკეთ მაგალითად დიფუზიურ მოდელზე რა, როგორიცაა ლამბერტის მოდელი რა. მოიცადე ლამბერტის კოსინუსის წესი. ხო, აი ამ ლამბერტის კოსინუსის წესი არის დაფუძნებული შემდეგ ეს ლამბერტის სარეკვის მოდელი. ხო, და ხო, ამაზე ვილაპარაკეთ, ეს აღწერს უბრალოდ ესე იგი, რა ხდება დიფუზიურ ზედაპირზე, ანუ დიფუზიურ ზედაპირია, როცა სხივი ეცემა, ვთქვათ, ზედაპირზე და მეტნაკლებად თანაბრად იბნევა ყველა მიმართულებით. და ასეთ შემთხვევაში უბრალოდ კოსინუსი, ერთი კოსინუსის დათვლა, ანუ განათების კუთხესა და ზედაპირის ნორმას შორის არის საკმარისი იმისთვის, რომ დავითვალოთ რა ინტენსივობის განათება მოდის ამ წერტილში რა ზედაპირზე. ეს არის ყველაზე, ესე ვთქვათ, მარტივი. არსებობს უფრო რთული დიფუზიური მოდელები, უკვე ანუ დიფუზიურს ხშირად ხმარობენ ხოლმე არა მარტო მაშინ, როდესაც თანაბრად ხდება გაბნევა, არამედ მაშინაც, როცა თითქმის თანაბრად ხდება რა, ანუ თანაბართან ახლოს. შეიძლება ცოტა უფრო სხვანაირი იყოს რა სარეკვის მოდელი. და ამ დროს მაგალითად არის სხვადასხვა დიფუზიური მოდელები, მაგალითად დისნეის აქვს თავისი დიფუზიური მოდელი, არის მაგალითად მოდელი, რომელიც დაფუძნებულია მთვარეზე დაკვირვების შედეგად, მაგალითად როცა ცადეს რომ მთვარე დაერენდერებინათ ლამბერტით, ნუ ძალიან არ დაემთხვა რეფერენსს და მიხდნენ რომ ვთქვათ მაინც და მაინც ყველა შემთხვევაში ლამბერტი კარგი არ არის რა. და მერე შემოდის უკვე ეს მიკროწახნაგოვანი მოდელები უშუალოდ დიფუზიური არეგულების აღსაწერადაც. ხო. ეხლა გადავიდეთ ისე სპეკულარულზე. სპეკულარული რას ნიშნავს? ანუ სპეკულარული ნიშნავს რაღაცა პრიალა ზედაპირს. ხო, და პრიალა შეიძლება იყოს როგორც სარკული, ასევე უფრო ბუნდოვანი რა, ანუ აი ბუნდოვანი სარკული, ესე ვთქვათ რა. და ეს რაღაცა სიუხეშის კოეფიციენტი, ან რავი, ქართულად როგორ შეიძლება შევსატყვისოთ, მაგალითად ესენი ხო, ესენი იყენებდნენ ხოლმე ძველი მოდელები, მაგალითად გლოსინეს არის ეგეთი პარამეტრი, რომელიც აღწერს რამდენად გლუვია ზედაპირი. ანუ ზედაპირის სიგლუეს აღწერს. ასევე იყენებდნენ shiny-ness, რომელიც ქართულად არის ალბათ რამდენად პრიალაა. ხო? ანუ სიპრიალის კოეფიციენტი. და მერე ეს პარამეტრები, ხო, ეს გლოსინესი და shiny-ness, ხო, ცოტა განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მაგრამ ეხლა უკვე თანამედროვე მოდელებში მიკროწახნაგოვანებში, ხო? არის ხოლმე ზედაპირის სიუხეშის კოეფიციენტი. ეს სიუხეშის კოეფიციენტი, ნუ ისედაც სიტყვიდან მიხვდები, რომ სიგლუის შებრუნებულია. ანუ ის თუ სიტყვაზე როცა მაღალი რიცხვი აღწერ, ვთქვათ სიგლუეს, ესე იგი უფრო გლუვია, ხო? ამ შემთხვევაში რაც უფრო გლუვია, ნაკლებად უხეშია ზედაპირი. ანუ ერთმანეთის შებრუნებული პარამეტრებია. ვთქვათ სიგლუის კოეფიციენტი და ზედაპირის სიუხეშის კოეფიციენტი. სიუხეშის კოეფიციენტს ეძახიან roughness. მაგრამ აი ძველ მოდელებში უფრო სიგლუის კოეფიციენტს, ანუ ამ გლოსინესს იყენებდნენ და აი ეს პარამეტრი რაც აქვს მაგალითად და ეხლა რას აკეთებს? მოდი დავაკვირდეთ. ანუ მიხვდნენ მაგალითად, რომ როდესაც გვაქვს არეკლა და ეს არეკლა არის სარკული, მაშინ ეს დაცემული განათების მიმართულებიდან დაცემული სხივი თანაბარი კუთხით ირეკლება და გვიღებთ ამ არეკლის კუთხეს R-ს, ხო? ეს არის მაშინ, როდესაც არ აქვს არანაირი ესე იგი სიუხეშე ზედაპირზე, ანუ არის სარკული ზედაპირი, ხო? მაგრამ თუ კი შემოდის უკვე რაღაცა სიუხეშის კოეფიციენტი, აქედან უნდა მოხდეს გადახრა რა, რომ ეს დაცემული სხივი უკვე R-ის მიმართულებით კი არ უნდა წავიდეს, უნდა გადაიხაროს R-დან ცოტა აქეთ-იქით, ხო? და ეს არის ასეთ მეთოდებს რა, რომელიც ესე
უბრალოდ დაკვირვების შედეგად, მაგრამ არა ფიზიკაზე დაფუძნებით ახდენენ ამის მოდელირებას, ამას ეძახიან უფრო ad hoc მეთოდებს რა, ანუ ესეთი გამოგონილი მეთოდია რა. და ანუ მაგალითად ეხლა ზუსტად მაგას ვაკვირდებით. აი, ვთქვათ, ამ წერტილში არის დამკვირვებელი და ვუყურებთ ვაკვირდებით ამ წერტილს და ეხლა გვაინტერესებთ ამ იდეალური არეკლის მიმართულებიდან რა კუთხით არის გადახრილი ეს ჩვენი დამკვირვებელი. და შესაბამისად, თუ ვიცით, რომ ეს არეკლის მიმართულება, ანუ ერიდან უნდა მოხდეს ხო რაღაცა ცოტათი გადახრა ამ სხივების როცა ელით დაეცემა. ამიტომ აი ამ კუთხეზე ვაკეთებთ ჩვენ ამ მოდელის დაფუძნებას. აი გქონდა წინასწარი. ხო, კუთხე რაც უფრო პატარა, უკეთესია. უკეთესი რა, მეტი სინათლე მიდის. ოკეი, წინაზე რაღაც MS Paint-ივით გქონდა. ხო. ხო, ცადოთ ავწეროთ რისი თქმა გვინდა, ხო? თქვათ, გვაქვს ესეთი ზედაპირი, ხო? რაღაც ესეთი მაგიდასავით. shores, ანუ ამის ბოლოში გვაქვს რაღაც განათება აქ და აქედან რომ დავუშვათ, თქვათ, მართობი, მოვდივართ სადღაც ამ წერტილში. ეხლა აქ ჩვენი მხრიდან ვიყურებით ამ ზედაპირზე და აი განათებას, რომელიც აი ხდებარებს ზემოთ, უნდა ვხედავდეთ ან არეკს ამ განათებისას, ხო? ანუ აი ეს რო გავაგზელოთ, ანუ სადღაც აი აქ უნდა ვხედავდეთ ამ წერტილის ანარეკლს. ეს როდესაც ზედაპირი არის სარკული და როდესაც უკვე რაღაცა სიუხეში შემოდის, ჩვენ ვამბობთ, რომ უკვე ეს აქედან წამოსული სხივები რო დაეცემიან, მარტო ის კი არ მოხდება კამერაში, რომელიც ზუსტად ამ წერტილში მოხდება, ხო? ანუ ზოგი ცოტა აქედან მოხდება, ზოგი ცოტა და რაღაც ესეთი გადახრა არის ამ წერტილიდან. ამიტომ ეს ჩვენი ლამბერტის რაღა არის და ფონგის მოდელი ზუსტად მაგას აკეთებს, რომ ითვლის ამ იდეალური არეკლის კუთხიდან გადახრას და ამაზე აფუძნებს ამ ჩვენ ძალიან არეკლას და ეს საბოლოო ჯამში რას მოგცემს, რომ ეს ერთი წერტილოვანი განათება, რომელსაც აქ ხედავდით, ხო, სარკული არეკლის შემთხვევაში, უბრალოდ დაიბლარება და რაღაც ესეთ მგვალ ანარეკლს მივიღებთ ამ წერტილიდან ანუ ამ წერტილის გარშემო რა. ამ იდეალური არეკლის წერტილის გარშემო. აქ ექსპონენციალური follow-ით. ხო, ანუ რაღაცა დაცემის ფუნქცია გვექნება აქედან, ანუ აქ იქნება ყველაზე ინტენსიური, მერე უფრო ნაკლებად და ბოლოს საერთოდ დაიკარგება. ხო, ეხლა აქ საინტერესო რა არის? საინტერესო აქ არის, რომ ეს როდესაც ითვლის კუთხეს, უბრალოდ ითვლის, ანუ ამ დამკვირვებელსა და ამ იდეალური არეკლის მიმართულებას შორის კუთხეს. და ამაზე აფუძნებს უბრალოდ აი რო ნახავთ არის კოსინუსი ამ ორ შორის და შემდეგ უბრალოდ აყავს ხარისხში. ანუ რაღაცა ეს სიგლუვის კოეფიციენტი რაც იყო, იმ ხარისხში აყავს კოსინუსი. რომ უბრალოდ ეს მნიშვნელობა რაღაცნაირად ვთქვათ დაიკლოს რა. და ანუ ეს ხარისხში აყვანა მოგცემს ზუსტად მაგ follows რა. რო აქ უფრო ინტენსიური გვექნება, აქ ნაკლებად. ხო. და კოეფიციენტი როგორც წესი ერთზემა. ხო, კოეფიციენტი იწყება როგორც მახსოვს აქ 1-დან და მიდის მაღლა რა. უსასრულობა იქნება იდეაში სარკე. ხო, ანუ უსასრულობასთან როცა მიდის S-ი, მაშინ არის უფრო სარკული და როცა არის 1, მაშინ არის უფრო პატარა, ისა რა, 0 თუ არის. 0 თუ არის, მაშინ power-ი მოგცემს 1-ს, ხო? ხო. და ნუ მოკლედ ესეთი მარტივი ფუნქცია. ეხლა რატო არის ეს ცუდი? ნუ ჯერ ერთი რო არ არის ფიზიკაზე დაფუძნებული და ის რომ ინტენსივობას არ მოგცემს ფიზიკურად სწორს,
რაღაცა გრადიენტს მოგცემს აქ, მაგრამ ეს გრადიენტი იქნება უბრალოდ რაღაცა მიახლოება, ესე ვთქვათ რა. მაგრამ არ კი, იქნება შენგან გონი ხმა შემოდის. ვისგან? დონსკისგან. შრიალივით რაღაცა. შრიალივით შემოდის გონი. აი ყოველ წუთას. ნუ ხო, როცა მაშინ ალაპარაკობ, დამუთეთ ხოლმე და მე კითხვა, ან ამით ვიქნება, მე ჩართეთ ხოლმე, ნუ არა. ხო. და მოკლედ ეს პრობლემა აქვს, რომ აი ეს ანარეკლი, რომელსაც მივიღებთ რა, ამ წერტილოვანი განათების, იქნება ესეთი იზოტროპული, ანუ სიმეტრიული ანუ ამ წერტილის გარშემო, გვალი იქნება რა, ეს ანარეკლი, წერტილოვანი განათების ანარეკლი. ეხლა რეალობას რო დავაკვირდეთ, აი მოდი მოვძებნოთ რაღაც სურათები, ხო, რეფერენსებად. რაღაც ესეთი, ხო? და სურათები მოვძებნოთ. მე მაგალითად ეს სურათი ვნახოთ. აი ხო ხედავ, რაღაცა განათება არის და აი ესეთ გრძელ არეკლებს გვაძლევს ზედაპირზე. ნუ სხვაც რო ნახოთ, რამე ისეთი არადარენდერებული სურათი მინდა რეფერენსად. მოდი ესე ვთქვათ. არადარენდერებულში რას გულისხმობ? ანუ ფოტო მინდა და არა რენდერი. რეფერენსები. გასაგები. ხო, აი მაგალითად ეს ავიღოთ, ხო? აი აქ ხედავთ, რომ ეს ანარეკლები, აი თქვათ ირეკლავს აი ამ ყვითელ განათებას, ხო? აი ხედავთ, რომ ეს ესეთი წაგრძელებული ფორმა აქვს. თქვათ აი აქ კარგად ჩანს, რომ ესეთი წაგრძელებული ფორმები აქვს ამ ანარეკლებს და სინამდვილეში არ აქვს მგვალი ფორმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უფრო ცერად უყურებ ანარეკლს. და აი ფონგის მოდელს ეს არ ახასიათებს. აი აქაც ჩანს, რომ ესეთი რაღაც გრძელი წაგრძელებული არეკლები უფრო არის, აი კიდე მაგალითად ხშირად არის ხოლმე მანქანის იმედს, რომ ირეკლავს. ხო, აი მაგალითად აქ ესე ჩანს, რომ ესეთი გრძელი ანარეკლები ამ. ხო, კაი, საკმარისია. და ანუ აქ ნახულობთ, რომ ეს ფონგის მოდელი მაგას არ ითვალისწინებს, ის უბრალოდ კუთხეს იღებს ამ ორ ვექტორს შორის, ან დამკვირვებლის ვექტორსა და იდეალური არეკლის მიმართულების ვექტორს შორის და არ ითვალისწინებს შესაბამისად არანაირად რომელ მხარეს არიდან უყურებ და მაგიტომ სიმეტრიულ მგვალ ანარეკლს მოგცემს, აი ესეთს. აი თუ არ ვწდები, აქ შეიძლება ვიყენებ მაგ მეთოდს სადმე შეიდერებში, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული. აქ unblins ვიყენებ untones. კაი, მოდი ჯერ ის ავხსნათ, ეს უფრო blins გავს და ეხლა მოდი blinis მეთოდი ავხსნათ. ხო, მოკლედ ეს იყო ფონგის არეკლის მოდელი და არის ესეთი მარტივი, როგორც თქვით, უბრალოდ კუთხეს იღებს და აყავს ხარისხში. და მაგის გამო ესეთ მრგვალ არეკლებს მოგცემ. მაგრამ როგორც ნახეთ, რეფერენსებზე, ანუ ჩვენს სურათებზე, ჩვენ გვინდა რომ არა ესეთი მრგვალი არეკვლა მივიღეთ, არამედ რაღაც უფრო ესეთი წაგრძელებული. იმიტომ რომ რეალურ გარემოში, როცა ვაკვირდებით ანარეკლებს, ხედავთ რომ ესეთ წაგრძელებულ არეკლებს ვიღებთ და არა გვალს. ამიტომ ფონგის მეთოდი მალევე ჩაანაცვლა ბლინის მეთოდმა. და ბლინის მეთოდი არის ცოტა განსხვავებული. ეხლა რა შევა ბლინის მეთოდი? ბლინის მეთოდი ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ იმისთვის რომ ესე იგი განათება მოხდეს სინათლე მოხდეს განათებიდან დამკვირვებელში, ხო? ის აუცილებლად უნდა აირეკლოს, ანუ მოდი ესე ვთქვათ,
ეს ზედაპირი არის მეტნაკლებად სარკული, ხო, მაგას ვიძახი. და თუ კი ჩვენ გვინდა რომ განათება მოხდეს სინათლის წყაროდან დამკვირვებელში, ის უნდა აირეკლოს ისეთ ზედაპირზე, რომელიც არის ამ ორ ვექტორს შორის. ხო? ანუ არეკვლის ფუნქცია ხო ვიცით, რომ სარკულად ხდება არეკვლა, ანუ დაცემის კუთხეს გასაგებია. და არეკვლის კუთხეს ერთი და იგივეა, ამიტომ ამათი ბისექტრისა, ესე ვთქვათ, ამ კუთხის, ამის შუა ვექტორი, ანუ ამას ეძახიან half vectors და h-ით აღნიშნავენ. ანუ ეს h-ი უნდა იყოს ის მიმართულება, რომელი მიმართულების ზედაპირმაც უნდა აირეკლოს L-დან წამოსული სინათლე, რომ ის აირეკლოს და მოხდეს დამკვირვებელის მიმართულებით. ანუ რომ წავიდეს ეს. ნუ აქ უკვე რაღაც პატარა მიკროწახნაგის დაშვება არის. ხო, აქ უკვე შემოდის ეგ მიკროწახნაგის ესე ვთქვათ, რაღაცა ტიპის ისა, ხო, ითვალისწინებს რა ეს მოდელი და ამბობს, რომ ეს half vector-ი აღწერს იმ ზედაპირს, რომელიც ამ განათებას L-დან ირეკლავს V-ში. და იქ ხო იყო, რომ ჩვენ უბრალოდ ემპირიულად ვამბობდით, რომ ეს რაღაცა გადახრის R მიმართულებიდან უნდა ავიღოთ რაღაც კუთხე, ხო? რაც გვაძლევდა მრგვალ არეკლებს. აქ უკვე ვამბობთ, რომ რეალურად ეს ზედაპირები, რომელიც ირეკლავენ განათებას ჩვენი მიმართულებით, ეს ზედაპირები უმეტესად მიმართულნი არიან n მიმართულებით. ხო, ანუ ზედაპირის ნორმალი საერთოდ იყურება, თუმცა ყოველთვის არა, ანუ გადახრა ხდება n-დან. ანუ n-დან რაღაცა გვაქვს გადახრა და სხვადასხვა პატარა ესე ვთქვათ, მიკრო წახნაგები არიან n-დან გადახრილი და შემდეგ როდესაც L ეცემა ამ ზედაპირზე ირეკლება V-ს მიმართულებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს ხდება ისეთ წახნაგს, რომელსაც H მიმართულება აქვს, რა. ხო. ანუ ამ შემთხვევაში განსხვავება ის არის, რომ იქ თუ ჩვენ ვიღებდით კუთხეს, ანუ ვითვლიდით ამ R-ს და შემდეგ R-ს და V-ს შორის ვიღებდით კუთხეს. ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ ჩვენ L-ი ვიცით, V ვიცით, დავითვალოთ H-ი, იმიტომ რომ H-ი არის ის წახნაგის მიმართულება, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს და შემდეგ ნახოთ ეს H-ი რამდენად არის გადახრილი n-დან. და ეგ რო დავაკვირდებით მოდელს, ზუსტად ნახავს, რომ H და n-ს შორის ხდება ამის კუთხის დათვლა და შემდეგ ისევ ზუსტად როგორც ფონგის მოდელში აყავს ხარისხში ეს მნიშვნელობა, რომ რაღაცნაირად პარამეტრით მართოს ეს არეკლადობა და ეგ სურათიც არის ნაჩვენები. აი ეს არის ბლინის მოდელი, ეს ახლა აქ არ ჩანს, აი ცოტა ცუდი მაგალითია. ხო, მაგრამ მოკლედ ეგ არის განსხვავება რა, რომ ერთი იძლევა გვალ არეკლებს, მეორე იძლევა წაგრძელებულ არეკლებს. ხო. მაშინ იყო განსხვავება და ვაკვირდი ფონგზე. ხო, ან ეს ცუდი მაგალითია რა, ძალიან ადრე მაქვს გაკეთებული და არ მაქვს კაი მაგალითი ჩასმული. აი ხა მაგალითად, აი აქ როგორც მახსოვს, ერთი წამით დავძებნო. აქ როგორც მახსოვს, ბლინის მოდელს ვიყენებ. ხო, ბლინის მოდელს ვიყენებ და აი ეს არეკლები რაც არის რა, ამისი, აი დახრილზე ნახავ რომ ოდნავ წაგრძელებულია. აქ პატარა საერთოდ როგორ არის, რაც უფრო ახლოს არის სარკულთან, მით უფრო ვერ შეამჩნევ მაგ წაგრძელებას, მაგრამ როცა ესე ვთქვათ იზრდება ეგ აი სიუხეშე ზედაპირის და უფრო ესეთი ბუნდოვანი ანარეკლები რო ჩნდება, მაშინ ხდება უფრო წაგრძელება რა და რაც უფრო ცერი კუთხით უყურებ. იმიტომ რომ ახლა აქედანაც ჩანს, რომ თუ ესენი დახრილია რა, აი V თუ დახრილია, მაშინ ეს H-ი და ამას შორის კუთხეს უფრო დიდი მნიშვნელობა. ანუ ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ აი უფრო ალბათ ანუ ამ შემთხვევაში V იქნება დახრილი, თუ L იქნება დახრილი, არა აქვს მნიშვნელობა. არა რომელიმე თუ არის დახრილი, მაშინ დიდ კუთხეს მოგცემს n-თან რა.
და უფრო ესეთი წაგრძელებული ანარეკლები მიიღება მაგის გამო რა. ეხლა ესეთი შეიდერი სხვათა შორის არ მაქვს, რომელიც გვერდ ადარებს, მაგრამ ალბათ აქ რომ მოვძებნო რამე იქნება, მოიცადე. ხო, უფრო აი ანარეკლები და ხო, აი ალბათ ეს იქნება. ხო, აი, როცა ერთი იყენებ წაგრძელებულია, მეორე არა. ხო, როცა იყენებ R-ს, კუთხის დასადგენად და როცა იყენებ H-ს, მაშინ იღებ ესეთ არეკლას. ხო, ну ეს მარტივი განსხვავება, მაგრამ ესეც არ არის საბოლოო ჯამში, ესე ვთქვათ, ზუსტი მოდელი, ესეც არის უფრო ესე ვთქვათ ემპირიული რა, რაღაც დაკვირვებაზე ისა. თუმცა ახლოს მიდის. შემდეგ ეს დაამუშავეს უკეთესად და იყო კუკ ტორენსი, ეგეთი ორი ავტორი ყავს რა. და კიდე არის კუკ ტორენსს ჰქონდა და ტორენს სპაროუს და აჩა არ მახსოვს ზუსტად. კუკ ტორენს და მოკლედ მე შემოვიდა ეს მიკროწახნაგოვანი მოდელები. აი მოდი პარემ ამ ჩემი იმის მაგალითზე გაჩვენეთ, აქ მიწერია ცოტა მაგაზე. მაგას ქვია ხო. აი ჩამოვიდეთ დაბლა. აი აქ. ხო, ეხლა რატო არის რა თვისებებია, რატო არის თქვა ცუდი ის, რომ ვიყენებთ თქვა ამ უფრო ამ დაკვირვებაზე დაფუძნებულ მეთოდებს და არა ფიზიკაზე რა. განსხვავება ეგ არის, რომ როდესაც ფიზიკაზე დაფუძნებულ რენდერერს წერს, შენ ანუ ეს შენი BRDF-ი აღწერს ალბათობას, რომ დაცემული სხივი რა ალბათობით გაიგნება რაღაც მიმართულებით. და თუ შენ ალბათობას აღწერ, მაშინ ეს ინტეგრალსო დაითვლი მთელ ნახევარ სფეროზე რა, ანუ მაშინ უნდა ნორმალიზება მოხდეს, ანუ უნდა თქვა, ამ ენერგია არ უნდა დაიკარგოს. თუ ამბობ, რომ ენერგია უნდა განაწილდეს, რა ენერგიაც დაეცემა ზედაპირზე, ის ენერგია უნდა გაიბნეს ყველა მიმართულებით. ანუ რო შეკრიბო ეს ყველა მიმართულებით გაბნეული ენერგია, უნდა მიიღო ჯამში ის ენერგია, რაც დაეცა. აი ეს პრინციპი, ნუ ერთ ბოლომდე თეთრის შემთხვევაში. ხო, ანუ თუ ამბობ, რომ თვითონ ზედაპირზე არაფერი არ იკარგება, ანუ თეთრია, მაშინ ანუ არსად სხვაგან არ უნდა გეკარგებოდეს ენერგია. და არამც თუ არ უნდა გეკარგებოდეს, არც ზედმეტს არ უნდა ირეკლავდე რა, ანუ ზუსტად რაც დაეცა, იმას უნდა ირეკლავდე. ანუ ეს შენი BRDF-ი უნდა იყოს ნორმალიზებული, მაგას ეძახიან რა, რომ ნორმალიზებულია BRDF-ი, როცა აი ზუსტად ეს ინტეგრალსო დაითვლი მთელ შენს სფეროზე, იქნება ერთი სტოლი. ხო, აი ამას არ გაძლევს მაგალითად ეს სპლინის და ფონგის მოდელები რა. ანუ არ არის ნორმალიზებული. მერე ცადეს და ესე ვთქვათ მათემატიკურად გააკეთეს ეს რაღაც სკეილი, რომ ისე რომ ვთქვათ მიიღო ნორმალიზება. თუმცა კიდე ვიმეორებ, ეს არისო, ამან არ გახადა ის ფიზიკაზე დაფუძნებული, უბრალოდ რახან ემპირიული იყო თავიდანვე რა, ესე ვთქვათ. უბრალოდ ეგ თვისება დააკმაყოფილა კი ბატონო. ხო, და მეორე მეთოდი ხო ეს რო ენერგიის მოძრაობა და რეციპრულობა რა. ეს არის რომ როცა შეაბრუნებ მაგალითად ანუ ეს რა ესენი რომ შევატრიალოთ ეს ორი მნიშვნელობა მეორე მოდელზე როგორც ანუ დამკვირვებლის და
განათების ისინი მიმართულებები რო შევაბრუნოთ, ანუ მნიშვნელობა არ უნდა შეიცვალოს, BRDF-ისთვის მაგას არ უნდა ქონდეს მნიშვნელობა რა. არ აქვს მნიშვნელობა რომელ მხარეს არის დამკვირვებელი და რომელ მხარეს განათება, სიმეტრიული უნდა იყოს ორივე მხრიდან. ხო, ეხლა და შემდეგ დაამუშავეთ მოკლედ ეს Cook Torrens-ის და Torrens Sparrow-ს ფეისინია ნაშრომები. ეს არის რაღაც 67 წელი და მიიღეს ეგეთი მიკროწახნაგოვანი მოდელი, სადაც გაქვს რომელსაც აქვს ესეთი სახე. და ეხლა ეს რას აღწერს? ანუ ეს მოდელი ამბობს, რომ ზედაპირი შედგება მიკროწახნაგებისგან, სადაც ეს მიკროწახნაგები არიან სარკული. ანუ აი თვითონ ესე ვთქვა, თითოეულ წახნაგს რო დავაკვირდეთ ახლოდან, სარკული არეკლა. ანუ არ არის რაღაც ბუნდოვანი ან ესეთი დიფუზიური, ანუ არამედ არის მთლიანად სარკული არეკლა. ესეთი დაშვება არის რა, ესე ვთქვა. და ვამბობთ, რომ თუ კი ეს ზედაპირი მთლიანად ასეთი მიკროწახნაგებით არის დაფარული, და ამ წახნაგებს გააჩნიათ რაღაცა, ამ წახნაგების მიმართულებებს, ესე ვთქვა, ზედაპირის მიმართულებებს გააჩნიათ რაღაც განაწილება. ანუ ეს განაწილება, სტატისტიკაში ხა არ ვიცი თუ სწავლობთ უნივერსიტეტში ან სადმე, სტატისტიკაში არის განაწილებების ცალკე ესეთი მიმართულება, სადაც ისწავლება სტატისტიკაში განაწილებები და სხვადასხვა ტიპის განაწილებები არსებობს, მაგალითად როგორიც არის ნორმალური განაწილება, ხო, ყველაზე ისეთი ცნობილი, ანუ იგივე გაუსის განაწილება. მარტივი არის, თქვათ, მარტივი არის, რომ გაითქვა თანაბარი განაწილება, ხო, ეგეც განაწილებებში შედის, არის კიდე ეს სტუდენტის T განაწილება და ესეთი რაღაც სხვადასხვა ტიპის განაწილებებია, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა რაღაც მოვლენებს აღწერდეს და აქაც ეს პრო განზოგადებული არის, ესე ვთქვათ, და ვამბობთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის განაწილება იქნება, ვთქვათ, რომ D არის განაწილება ამ ჩვენი მიკროწახნაგების და ნუ როგორი განაწილებაც ჩავსვათ ამაში, ეს მოდელი იმუშავებს. და ნუ ამ შემთხვევაში გვაძლევს met flexibility-ს რა, ქართულად უფრო მოქნილი არის, იმიტომ რომ ჩვენს ესე ვთქვათ, მოთხოვნებს მოვარგებთ, ჩავსვათ როგორი ტიპის განაწილებაც გვინდა ამ D-ში და მივიღებთ სხვადასხვა ტიპის ესე ვთქვათ, ზედაპირებს. F-ი არის ფრენელის არეკლადობა. ეს ფრენელის არეკლადობა ვილაპარაკეთ ჩვენ ცოტა წინა სტრიმებზე და არის ეგეთი ფენომენი, რომ როდესაც სხივი ეცემა ზედაპირზე, ის ითვლის რა რაოდენობით აირეკლება. და რა რაოდენობით ვთქვათ, გაივლის შიგნიდან შთაინთქმება. აი ახლა მაგალითად ჩანს, რომ ეს ანარეკლი უფრო მკვეთრი ხდება, როდესაც კამერის კუთხე ეცემა, ხო? ანუ როცა უფრო ცერი კუთხით უყურებს კამერა ზედაპირს, მეტი სხივი აირეკლება. ესეთი ფენომენია და ამას ანუ არსებობს უფრო ზუსტი მოდელები და არსებობს უფრო მიახლოებული, აი როგორც ეს არის შლიქის მიახლოებული მოდელი. და ამაზე წინა სტრიმებზე ვილაპარაკეთ, იქ შეიდერსაც დავწერეთ პატარა შეიდერი. ხო. ხა დავბრუნდეთ აქ. ანუ ეს F-ი გვაქვს ამ მოდელში და მესამე კომპონენტი არის ეს G. G არის გეომეტრიული ფაქტორი. ეხლა რას ნიშნავს რა, ამას მივყვეთ სათითაოდ. აი დაახლოებით ესეთი რომ წარმოვიდგინოთ რაღაც ზედაპირი გვაქვს და თითოეულ ზედაპირს გააჩნია რაღაც ესეთი მიმართულებები. აი ეს ცისფრად არ ვიცი აქედან ჩანს თუ არა. ხო, აი გავაკეთოთ. ჩანს. მაგრამ აი ესეთი ზედაპირია, ეს ცისფერი არის ყოველ ამ წერტილში ამ ზედაპირის მიმართულება და ვთქვათ ესეთი დიდი სხივების კონა ეცემა ამ ზედაპირს და ყოველ დაცემულ წერტილში რაღაც ეს მიმართულებები გვაქვს მონიშნული და ყოველ დაცემის წერტილში მოხდება სარკული არეკლა. აი რომ დავაკვირდებით, ნახავთ რომ დაცემის კუთხე არეკლის კუთხეს უდრის. და ეს თუ ამბობთ რომ არის რაღაც ერთი კონა, ეს ჩვენი დაცემული სხივი, დაცემული სხივებს ამ შემთხვევაში ერთი მიმართულება აქვს, ხო? ეს
არეკლილი სხივები უფრო გაიბნევია და ეს გვაინტერესებს ზუსტად ჩვენ, რომ რანაირად მოხდება ამათი გაბნევა. რომ ეგ რო დავითვალოთ. მაგის აღწერას ვცდილობთ თუნდაც სტატისტიკური მოდელით, ხო? ხო. აი ეს ახლა მაგალითად ნორმალების განაწილების ფუნქცია. ერთ-ერთი ცნობილი ფუნქცია მაგალითად იყო ეგეთი ბეხმანის ფუნქცია, რომელიც სხვათაშორის თავიდან უფრო ამას იყენებდნენ ამ მოდელს განაწილებისას. თუმცა მე მალევე ჩანაცვლდა GGX-ით რა. ეს GGX-ი არის ეგეთი საინტერესო სტატია, აი ეს ვოლტერის სტატია არის. ეს აღწერს, ანუ ეს სტატია თავიდან რო გამოვიდა, ეს იყო კონკრეტულად გამჭვირვალე ზედაპირებისთვის, ანუ როდესაც გაქვს მაგალითად შუშა, რომელიც არის ბუნდოვანი, ხო? ანუ გამჭვირვალე ზედაპირი სიუხეშის კოეფიციენტით. ანუ ესეთი ზედაპირებისთვის მოხდა ანუ მაგას აღწერდა რა ეს კონკრეტულად ეს ნაშრომი და საინტერესო ის იყო რომ მაგათმა ესე ვთქვათ განიხილეს შეადარეს ესე ვთქვათ ეს მიღებული რეზულტატები უშუალოდ დაკვირვების შედეგად გაზომილ მონაცემებს და თქვენს რომ ძალიან კარგად აღწერს ეს GGX-ი ამ მოდელს და არის ძალიან ახლოს ამ გაზომილ მონაცემებთან. და მაგის მერე ხო აქ მერე ხიანთ ესე ვთქვათ მოცემული არის ზუსტად ეს ამის დამტკიცება, რატომ არის სწორი, bla. მაგრამ ნუ მოკლედ რომ დავბრუნდეთ უკან, შეგვიძლია ამ ჩვენს D-ში ეს დოკუმენტიც რო ჩავაგდო მე ეს ინტერესო. ხო, აი აქ მიბმული არის მე თუ ამასაც ჩავაგდებ და აქედან შეგვიძლია გადახვიდე. ხო, აი აქ ნახავ მაგალითად რომ ამ D-ში მოკლედ შეგვიძლია ჩასვა როგორც ეს აი მაგათ აქ არის როგორც ფონგის განაწილება, ბექმანის, GGX-ის და რავი კიდე სხვა რომელიც იქნება მთავარია რომ ეს D-ც თავისუფლად ნორმალიზებული უნდა იყოს რა, რომ მაგასაც მნიშვნელობა აქვს. და ხო, ეხლა რა არის F-ი თქვი რომ არის არეკლადობა და ეხლა რა არის G. G არის ხო ეს მოდელი ამბობს ესეთ რაღაცას რა, რომ ესენი არის სარკულის ზედაპირები და ჩვენ გვაინტერესებს, ოდესაც ასეთ მიკროწახნაგოვან ზედაპირზე, რომლებიც არიან თავის მხრივ სარკულები, რომ დაეცემა ერთი მიმართულებიდან სხივი, რა რაოდენობა აირეკლება კონკრეტულად რაღაც ჩვენთვის საინტერესო მიმართულებით, ხო? აი ეს გვაინტერესებს გავზომოთ. და აქ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ შეიძლება, როდესაც ეს არეკლილი სხივი ცერად მიდის, ხო? შეიძლება ეს უბრალოდ დაიბლოკოს, არ მოხდეს, არ წავიდეს იმ მიმართულებით, რომ სხვა ზედაპირს მოხდეს. აი ახლა აქ თუ ჩავალთ, ქვემოთ ცოტა აქ ხსნი რა არის ფრენელის არეკლადობა, ეს არის განაწილების ფუნქციები, მაგალითად GGX აქვს პარამეტრები, სიუხეშის კოეფიციენტის და ესე გამოიყურება და აი ხსნით უკვე რა არის ეს G. ეს G არის ამას იცახიან ამ დაჩრდილვის და მასკირების ფუნქციებს, ანუ masking და shadowing functions. აი ახლა ეგ ნაჩვენები არის მაგალითად, რომ აი თუ კი განათება აქედან ანათებს, ხო? ესე იმის გამო რომ აი ამზე რაღაც ზედაპირებს ხდება, აი ეს ნაწილები უბრალოდ ჩრდილში მოექცევიან და რაღაც პროცენტი გამოვა დაჩრდილული. და აქ დამკვირვებელი სადაც არ უნდა იყოს ზემოდან აკვირდებოდეს ამ ზედაპირს. ხო? ამ ადგილებიდან არანაირი განათება მასთან არ მოხდება, იმიტომ რომ ესენი უბრალოდ ჩრდილში არიან. ანუ რჩება მხოლოდ აი ეს ნაწილი, ხო, რომელიც განათებულია. იგივე ხდება, როდესაც დამკვირვებლის მხრიდან, როდესაც ვაკვირდებით ამ ზედაპირს, დამკვირვებელი თელ ზედაპირს არ უყურებს, ხო? ანუ უყურებს რაღაც აი ამ ნაწილებს, რომელიც თეთრად ჩანს და ეს რომელიც მუქად არის, იმებს ვერ ხედავს. ამიტომ განათება ამ მუქ ადგილებს გაანათებს თუ არა, ამას საერთო ჯამში ამაზე მნიშვნელობა არ ექნება დამკვირვებელზე, ხო? ამიტომ ესეც უნდა იქნას გათვალისწინებული. და მოკლედ არის ეგეთი მოკლედ ეს ორი ფენომენი, დაჩრდილვა და მასკირება, რომელიც უნდა
გავითვალისწინოთ. ამის გათვალისწინებაც ესე ვთქვათ სტატისტიკური მოდელით ხდება და ყველაზე ესეთი მარტივი და პრაქტიკული მეთოდი არის ეს SMIS-ის მოდელი არის ეგეთი, ესეც მაშინ იმასთან ერთად იყო მოცემული. კიდე რამოდენიმე არის რა, ეგ არის ეგეთი სხვადასხვა ტიპის დაშვება, რომ როგორი ზედაპირია მაგალითად რა, რამდენად შეიძლება რომ ხელს უშლიდეს ერთმანეთს, ანუ მოკლედ სხვადასხვა ზედაპირი არ შეიძლება ყველა ერთგვაროვანი იყოს, სხვადასხვანაირად შეიძლება აღწერო და ამ სხვადასხვა ტიპის მოდელებს შეიძლება სხვადასხვანაირი დაჩრდილის ფუნქციები ქონდეთ, რაღაც ცოტათი განსხვავებული. ძირითადად ეს არ იძლევა რაღაც რადიკალურ სხვაობას რა, მაგრამ უფრო მეტად აი ცერად რო უყურებს ზედაპირს და რაღაცა შეიძლება ცოტა ინტენსივობაში მოქცეს განსხვავება. ხო, და ეს არის მაგალითად ერთ-ერთი მოდელი, ეს separable models ეძახიან, იმიტომ რომ ცალკე ითვლი ამ მიკროწახნაგის მიმართულებასა და დამკვირვებას შორის და მიკროწახნაგის მიმართულებასა და განათებას შორის. და ამათ ნამრავლს ითვლი და ეგ არის შენის ესე ვთქვათ საბოლოო დაჩრდილვის ფუნქცია. და აი ეგ არის მოცემული რანაირად ხდება ამის დათვლა. და ამ სამი მოდელის გაერთიანება მაგალითად გაძლევს საბოლოო ჯამში ამ ჩვენს მიკროწახნაგოვან მოდელს, ანუ ეგ როგორც თქვით, ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, ეს არის წახნაგების განაწილები, ანუ ზედაპირზე მიკროწახნაგების ნორმალების განაწილების ფუნქცია. მერე გვაქვს ფრენელის არეკვა და მერე გვაქვს ეს დაჩრდილვა მასკირების ფუნქციები. და ეს გვაძლევს საერთო ჯამში მთლიან იმას არეკვის მოდელს. აი ეგ ახლა ჩემ შეიდერზე მქონდა რაღაც ადგილები, სადაც ეგ გამოვიყენე, მაგრამ ნუ დიდი ის ვიზუალურად ახლა აი მაგალითად აი აქაც ვიყენებ მაგალითად. თუ დაკომპილირდა ამ კომპიუტერზე. შეიძლება ცოტა დრო გასჭირდეს. კი ბატონო. ხო. ახლა რო გადმოვიდეთ აქ, ნახოთ. ხო, აი მაგალითად GGX-ის ფუნქცია ეს იქნება ესით ზუსტად აი ეს D რაც იყო. ხო, აი ეს არის აი ეს. ხო, ახლა რაც შეეხება მაგალითად შერჩევას, აი დონსკის ჰქონდა მაგალითად მაგაზე კითხვა, რანაირად უნდა მოვახდინოთ მნიშვნელობით შერჩევა. ანუ ეს რეალურად ცალკე თქვი დასაწყისში, მაგრამ არ ვიწერდით კონი მაშინ მაგას გავიმეორებ კიდე. ანუ იმისათვის რომ მიუკერძოვებელი მიიღო რენდერერი რა, არ აქვს მნიშვნელობა შერჩევას როგორ გააკეთებ. თავარი არის მთლიანად ფარავდე ინტეგრალს. თავარი არის ყველა მიმართულებით აკეთებდე შერჩევას, სადაც ინტეგრალი 0 არ არის. მაგრამ იმისთვის რომ ხმაური დაწიო რენდერერში, უნდა ეცადო რომ რაც შეიძლება ახლოს გააკეთო შერჩევა საბოლოო ესე ვთქვათ მნიშვნელობასთან რა ინტეგრალის. მაგისათვის ხდება, ანუ პირველი მაგათად ყველაზე მარტივი მეთოდი იყო რა, რომ ვთქვათ აკეთებ არეკვის ფუნქციას, ხო? პირველი გააკეთებ რას? შეარჩევ რომელიღაც ნორმალს რენდომად, ხო? ანუ on რენდომად თანაბრად კი არა. შენი ამ ეს DS ხო აქვს რაღაც სიუხეშის კოეფიციენტი, ხო? ვთქვათ რაც უფრო გლუვი არის, მით უფრო ხშირად გაქვს ნორმალები, რომლებიც არის ზედაპირის ნორმალთან ახლოს, ხო? ამიტომ შენი შერჩევის ფუნქცია უნდა იყოს ესეთი, ხშირად გაძლევდეს ნორმალს ზედაპირის ნორმალთან ახლოს. ანუ ესეთი რაღაცა თუ აღწერს, ესე ვთქვათ, შენს ნორმალების განაწილებას, ამისი ამ ფუნქციის CDF-ი უნდა დაითვალო რა, ანუ ხო, ქართულად მაგას ქვია კუმულაციური განაწილების ფუნქცია და მაგის ინვერშენი, ანუ შებრუნება უნდა გააკეთო.
არ არის სხვათა შორის ეგ ისეთი რთული, ანალიტიკურად აკეთებენ მაგას და ხო, მაგრამ მე მაგალითად პირველად უფრო ეგრე კეთდებოდა, რომ პირველი ეტაპი იყო შეგერჩია ესე ვთქვათ ნორმალი, რომელიც თანაბრად ამ შენი განაწილებიდან ამ ნორმალზე დაითვლიდი არეკლა საით მოხდა და მე დაითვლიდი ამ შენს დაჩრდილო მასკირებას და всё, ეგ არის. მაგრამ მე მაგალითად გამოვიდა ახალი მეთოდები, რომლებიც ითვალისწინებდა ამ დაჩრდილო დამასკირებას და ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ აი დამკვირვებელი რახან აქ გვაქვს, ხო? და ეს აკვირდება ამ ჩვენს ზედაპირს. ეს მეთოდი, რომელიც უბრალოდ ამ განაწილებიდან ამოირჩევს მიმართულებას, ეს არ არის ეფექტური, რატომ? იმიტომ რომ შემთხვევით შეიძლება ის მიმართულება შეარჩიოს, რომელიც აი ეს მასკირებული გამოდგება ბოლოს. ხო, ანუ აი აქეთ. ამიტომ მოდი ისეთი მეთოდი გავაკეთოთ, რომელიც რაღაცნაირად ეცდება, რომ პირდაპირ აქედან ამოარჩიოს ეს მიმართულებები. და ეგეთი მეთოდი არის ცოტა ხო, აი sampling GGX distribution of visible normals. ეგეთი მეთოდია მაგალითად. Eric Heitz არის ეგეთი ძალიან მაგარი რისერჩერი, ახლა Intel-ში მუშაობს. და ამას აქვს მაგალითად ეგეთი მეთოდი, რომელიც ამ ზუსტად ამას აკეთებს, რაც ახლა ვთქვი, რომ ამ განაწილებებიდან შერჩევას აკეთებს ისე, რომ აი აქ შავ ნაწილებში ასე ვთქვათ არ მოხდეს ჩვენი შერჩეული მიმართულება. ეს უბრალოდ თავს აგვარიდებს ზედმეტი ხმაურისგან, ანუ უბრალოდ მნიშვნელოვნური შერჩევის ერთ-ერთი არის. და ანუ ამას სხვათა შორის კოდიც მოყვება, აი ბოლოში. ამის ეს კონი კიდე წინა ვერსია არის, ამის კიდე გაუმჯობესებული ვერსიაც არსებობს. Intel-ის საიტზე უნდა იყოს, თუ არ ვცდები. ხო, ну, Eric Heitz გვერდზეც რო გადახვალთ ნახავთ. და ხო, ეს რაც შეეხება უშუალოდ ამ ჩვენს მიკროწახნაგოვან ზედაპირებს. ამასთან დაკავშირებით რამე კითხვა გააქვთ, თუ გავიდე ხალხიდან ჩემთვის ლაპარაკო? რა ვიცი. ну, მე თვითონ დოკუმენტსაც გავარჩევ. PDF-ს. კი ბატონო. ხო. ეხლა რაც შეეხება თვითონ ეხლა ეს რასაც ჩვენ განვიხილავთ, ხო, თქვათ დიფუზიური ზედაპირი, სპეკულარული ზედაპირი და ასე შემდეგ. საერთოდ ჯამში რეალური მატერიალები, რეალურში გულისხმობ, ანუ რაც უფრო ბუნებაში რაც ხდება, იმასთან მიახლოებული, ხო? რეალური მატერიალები არ არის ესეთი იდეალური, ანუ არ ხდება ბუნებაში ისეთი ზედაპირი, რომელიც ესე თანაბრად ერთი არეკულის მაჩვენებლით გამოირჩევა, ხო? ანუ რაღაცა ვარიაცია აქვს ყოველთვის, რაღაცა არეკულადობასაც თავისი ვარიაცია აქვს, ყველაფერს რაღაცა ვარიაცია აქვს. ასევე ხდება შერევა იმის მაგივრად, რომ გქონდეს მაგალითად დიფუზიური ან სპეკულარული, შეიძლება გქონდეს ნაწილობრივ დიფუზიური, ნაწილობრივ სპეკულარული მოდელი, ხო? და აი ეს ნაწილი უკვე არის ფაქტურად ამ ქვედა დონის ეს building block-ები რაც გაქვს, ანუ ეს BRDF-ები, ხო? თქვათ ეს შენი ლამბერტის BRDF-ი იქნება თუ მიკროწახნაგოვანი, ხო? ამაზე უკვე ზემოდან შენდება ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც აკეთებს უკვე ამის ერთმანეთში დამიქსვას. რომ აი რანაირად უნდა დავმიქსო მე სპეკულარული და დიფუზიური ისე რომ მივიღოს სწორი ზედაპირი რა, ანუ ფიზიკურად სწორი ზედაპირი. ერთი ვარიანტია მაგალითად, თუ გინდა რომ გააკეთო
სპეკულარული ზედაპირი, რომელიც აი ახლა მოდი გადმოვიდეთ და დაახლოებით გაჩვენებთ. რაც მინდა. ეს კონტროლ-Z აქ გონი არ მუშაობს. Okay. Clear image set file. Edit. Clear. ხო, აი მაგალითად გვაქვს ესეთი რაღაცა დიფუზიური ზედაპირი და გვაქვს მეორე ზემოდან სპეკულარული. ეს სპეკულარული ზედაპირი აქვს მიკროწახნაგები, ხო, როგორც თქვი. და სხივი როცა დაეცემა, ჩვენ იმისათვის რომ დავითვალოთ რა ნაწილი მოხდება ქვემოთ დიფუზიურზე. ანუ აქ ხო ვითვლით ფრენელს, აი აქ თქვით რომ გამოვთ ეს მეორე. გადმოვიდეთ. აი გვიზის ეს ფრენელის კოეფიციენტი, ხო? ანუ ფრენელს რო ვითვლით, ეს მოგცემთ რა ნაწილი აირეკლება. დანარჩენი ნაწილი თუ ესეთ ზედაპირს ახსენეთ რა რომ თქვათ აი სიტყვაზე ეს არის რაღაც ხე და ამას ზემოდან უსვია რაღაც ლაქი, ხო? და ამ ლაქის ზედაპირი არ არის ან სარკული, არის ცოტათი გლუვი. ანუ ამას რაღაც მიკროწახნაგები აქვს. ამ შემთხვევაში ეს მიკროწახნაგი, რომელსაც შევარჩევთ, რომელიც შეიძლება გადახრილი იყოს იმ ზედაპირის მიმართულება ხო არის, თქვათ აი ეს რომელიც ეს თქვათ საერთო ზედაპირს აღწევს. შეიძლება ეს ჩვენი ნორმალი ცოტა აქეთ იყოს გადახრილი. და ამის მიხედვით რომ დავითვლით ამ ჩვენ ფრენელს, ამ კუთხის მიხედვით ეს იყოს ჩვენი თეტა. შემდეგ ეს მოგცემს იმას რა ნაწილი გაივლის ის რაც არ აირეკლება, ის აუცილებლად ჩავა ესე ვთქვათ ქვემოთ. ქვემოთ რო ჩავა, მოხდება ამ ჩვენს ქვედა ზედაპირს და აქ უკვე გვაქვს ლამბერტის მოდელი, იმიტომ რომ ეს ვამბობთ რომ ეს ზედაპირი დიფუზიურია. წესით როგორ ხდება? წესით როცა აქ ეს თუ ლაქია, ამას აუცილებლად უნდა გქონდეს რაღაცა ოპტიკური სიმკვრივე და აქ უნდა მოხდეს გადატეხვა სხივის. მაგრამ როგორც წესი, ამას თავს არიდებენ ხოლმე რენდერერებში, იმიტომ რომ ძალიან ცუდი პერფორმანსი აქვს რა და უბრალოდ იმის გამო რომ პერფორმანსი შეინარჩუნონ, მარტივ მოდელს აკეთებენ და ლეიერები ამას ქვია ლეიერები რა, ანუ ფენები მატერიალის, როდესაც იღებ ესე ვთქვათ ესე. მან თქო ისედაც დაშვება რა ლეიერები თხელია და ერთმანეთს. თხელი რომც იყოს, მაინც საკმაოდ რეალურად არა, ნუ გარდატყდება, მაგრამ აი ქვემოთ მე რაღაც ტექსტურებს წაიკითხავ, დიდი სხვაობა წესთან არ უნდა მოხდეს. ნუ ხო აი თუ გაზომვადი მანძილია იმის გარდატეხა კი მოგცემს offset. წარმოიდგინე რომ აი ესე რომ აი მაგალითად ეს არის რაღაცა ლაკი, რომელსაც ფერი აქვს. ხო, ნუ რაც უფრო დახრილია, უფრო შორს უნდა წავიდეთ და ხო, რაც უფრო დახრილია, წარმოიდგინე ესე დიდ მანძილს გაივლის ამაში და უფრო მეტად მოხდება მაგ ფერის ანუ ფერის მიცემა, ესე ვთქვათ ამ სხივზე. ხო, რაღაც იზუსტავს კარგად ყველა არენჯი. ხო. ნუ მოკლედ მაგებს არ ვითვალისწინებთ, რა ვთქვათ, რომ სიმარტივისათვის, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში, როცა შენ მაგ დაშვებას აკეთებ, რომ მოდი ეს სხივი არ ტყდება, მაშინ შეგიძლია ეს BRDF-ი და ეს BRDF-ი და კიდე სხვა თუ გაქვს, ხო, შეგიძლია რამოდენიმე ქონდეს ეს ნორმალებს. და აი ეგ რაღაც ესეთი ანარეკლი გვექნება. ამას აქ ასე ვთქვათ, ანუ ანიზოტროპული ვერსიაც, აქ შეგვიძლია ნახოთ, რომ აი შეგვიძლია ეს
გაწელვა მივცეთ რა ამ ანარეხს, თქვათ რომ სიტყვაზე აქ რაღაცა შეიძლება ნაკაწრები აქვს ზედაპირსა რაღაცა რომელიც არეკულას სიმეტრიულს არ გვაძლევს და რაღაც მიმართულება გააჩნია. ეს ამ ეტაპზე შეგვიძლია დავივიწყოთ სიმარტივისთვის. Ну, უბრალოდ გვაქვს ესეთი ციკლურის კოეფიციენტი. და კიდე რა გვაქვს აქ? ხო, ну, უბრალოდ შეგვიძლია ეს განათება დავატრიალოთ, ნახოთ სხვა მხრიდან როგორ გამოჩნდება და გვაქვს ეს ენერგიის აი ეს მოდელი, ახლა რასაც ეს მოდელი არის ზუსტად, როდესაც 1 - f-ით ითვლი. აი იქ ნახავ, რომ კიდეებში მაგალითად არ გაძლევს კარგ შედეგს. რაღაც ბნელდება რა და ჭირდება რაღაცა ტიპის ენერგიის შევსება და მაგისთვის ცალკე მეთოდები არსებობს, მაგრამ ნუ ეს ცოტა ცდება ჩვენ იმას რის განხილვასაც ახლა აყვაპირებთ. მაგრამ უბრალოდ ცნობისათვის რომ ვთქვათ, რომ ბოლომდე ეს არ ხსნის რა მაგ ამოცანას. მარტივი მატერიალი შეიძლება რომ გაკეთდეს რა, მასე. ხო. აი მაგალითად ჩვენ კომპანიაში არის ესეთი მოდელი გვაქვს. ესეთი მატერიალების სპეციფიკაცია არის, რომელიც open source არის, GitHub-ზე დევს და აღწერს ესე ვთქვათ მატერიალს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ უმეტესად რა, ანუ ეს ფარავს სიტყვაზე, რავი, 80% იმ მატერიალებისა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ რა ჩვენ პროდუქტებში. და აი ეს სქემატური არის, ესე ვთქვათ, ნახაზი, რაც ეს როგორ გამოიყურება ეს ფენები, რომ აი გვაქვს აქ რაღაც მეტალის ზედაპირები, დიელექტრიკები, ეს შეიძლება იყოს ასევე რაღაც სივსული ობიექტი, როგორც რაღაც შუშა, რაღაც წყალი ან ესეთი რაღაცა. გვაქვს ასევე ის, რომ შეიძლება ანათებდეს, რომელიც ესე ვთქვათ დამოუკიდებელია ამ კომპონენტებიდან. ასევე არის რაღაც ანუ შინი, ეხლა უფრო ახალი ტერმინოლოგია შემოდის და შინს ეძახიან ფაზს, ანუ როგორც აი მტვერი რო ადევს მაგალითად ზედაპირს, ხო, ან რაღაც შეიძლება ქსოვილის აღწერა გინდოდეს ან რაღაც ესეთის. მაშინ იყენებენ ამ მოდელს. გვაქვს ასევე ფლეიკები, ეს ფლეიკები არის, როცა გაქვს რაღაც ჭკვიალა ზედაპირი, ასე ვთქვათ რა, აი მიკროწახნაგებია რა, აქაც ფაქტიურად რა. ოღონდ ისეთი კი არა სტატისტიკური მოდელით აღწერილი, არამედ რეალური რაღაც პატარა მიკროწახნაგები. აი ეს მანქანების ჩვენ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანია, როცა მანქანებზე ხდება, მანქანების რენდერი როცა ხდება. მანქანას როცა ხებავენ, ცოტა მოზრდილი პრიალა ფლეიკები რო არის, მაგით იჭროს. ალუმინის ფლეიკებს აპრიან ზედ და მერე ამისი გაპრიალება ხდება ზემოდან, ლაქს და და აი მაგისთვის არის ეს და შემდეგ არის ეს clear code, ეს ლაქის მოდელი რა, რომელიც შეგვიძლია ზემოდან კონდეს დაფარებული. და ეს ყველაფერი, ეს რაც აქ არის ახლა აღწერილი, აი ეს ყველაფერის ეს მათემატიკური ნაწილი თავის ფორმულებით რა როგორ უნდა გამოითვალო და ყველაფერი დევს მოკლედ აქ. და ეგ თქვათ მაგალითებიც ანაჩვენები, რომ თქვათ რომ სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით როგორი სახეს იღებს რა მატერიალი. ну ძალიან საკმაოდ ეს არ ითვლება ახლა მაინც და მაინც აი ესე ძალიან კომპლექსურ მატერიალად. მაგრამ აი ესეთია რა, უფრო კომპრომისული ვერსია არის რა, სადაც უმეტეს ნაწილ რაღაცებს ფარავ და მაინც ესე ვთქვათ მეტნაკლებად ის მსუბუქი მატერიალია რა. ხო, კიდე პლუსი ის აქვს, რომ პარამეტრები, რომელიც ამ მატერიალს აქვს,
ძირითადად ისე გვაქვს, რომ 0-დან 1-მდე დიაპაზონში ხდება მათი ცვლილება. ეგ იმ პლუს გაძლევს, რომ ტექსტურირებადი შეგიძლია პარამეტრი გახადო მარტივად. ანუ უბრალოდ მიაბა ტექსტურა და თქვა, რომ რაღაც ტექსტურის მნიშვნელობიდან მნიშვნელობაზე დაფუძნებით შევცვალოთ თქვათ ამის მნიშვნელობა რა ამ პარამეტრის და ანუ ყველაფერი შეგიძლია დაატექსტურირო რა ანუ აი ეს PBR მატერიალებს მაგიტო აქვს ეს მინუსი რომ ხშირად არის ხოლმე რომ მატერიალებს მოყვება აი რომ ნახავ სიტყვაზე ეს აი რომ გადახვიდე Sketchfab-ზე ხო Sketchfab-ზე რომ გადახვალ Explode-ით და რამე მატერიალი გავხსნათ, ოღონდ წესიერი მოდელი რაღაცა. სიტყვაზე ეს არ ვიცი რამდენად წესიერია, ხა გამოჩნდება. აი რო შეხვალ, აი იქ ნახავ, აი ეს არის თქვათ ფერები, ეს არის რამდენად მეტალია, ეს არის სიუხეშის კოეფიციენტები, ეს ნორმალი, ეს გამჭვირვალობა, ეს განათება ეს F0 ეს ფრენელის კოეფიციენტი და ასე შემდეგ. ამას ყველა არ აქვს მიბმული, მაგრამ ნუ ახლა შეგიძლია მიაბა რა, მოკლედ ყველაფერზე შეგიძლია მიაბა ტექსტურა ფაქტიურად. და ხშირად არის ხოლმე, რომ აი რეალისტური მოდელები რაც ხდება, შეიძლება თითოეულ პარამეტრზე 4K ტექსტურები ქონდეს მიბმული და მარტო ერთი მოდელი რაღაც ძალიან დიდი იყოს რა. ერთი მატერიალი რა ზომაში ამ ტექსტურების გამო. ხო. ნუ მოკლედ ეგ იყო რა ვირის თქვაც მინდოდა თუ კითხვები არა გაქვთ, ეგ არის რა. ხალხი დაიღალა. სიმართლე გითხრა, საინტერესო იყო ძალიან. არა საინტერესო? საინტერესო იყო ძალიან. არ დავველვარ. ხო. ძალიან. ხო. ნუ დღევანდელი ძირითად თეორიული იყო. ახლა არაფერი პრაქტიკულად არ დაგვიწერია, თქვა ჩვენ თვითონ გვენახა, მაგრამ ნუ ამ ეტაპზე მაგას დავჭერდეთ და შემდეგში სხვანაირად. პერიოდულად თეორიული ნაწილი საჭირო. შენი ბლოგები ვიცანი? წაკითხული მაქვს ეგენი ფონგი და რაღაცები. ძალიან კაი. კარგი, აბა და მაშინ დავასრულოთ ეს და კარგი დავასრულოთ. დანარჩენ სტრიმზე შევთანხმდეთ, მე რას გავაკეთე. კი. დაგეხმარებათ დონსკის განსაკუთრებით თავის რენდერში ცდილობს დაწერას ახლა. ხო, იდეაში ეს PBR მაქვს, ნუ 1-2 წლის წინ დაწერილი, ახლა ის sampling-ის მხარე დავეხმარება უფრო რა. იმიტომ რომ ანარეკლეს ფუნქცია არ აქვს. ანარეკლეს რა, samples request-ის ფუნქცია არ აქვს ამ მომენტში. ხო, აი რაც თქვი ეს ერიკ ჰეიცის ნაშრომები რა, აი მაგის ლინკებს გამოგიგზავნე და მე შეგიძლია ნახო. სპიდაპის კოდიც ექნება და ნუ მარტივად ჩასვავ რა. ხო, ჩაუჯდები. ეს ერთი ამბავია რომ აქამდე მივიდე და. კი ბატონო. აბა მაშინ მადლობა და დროებით. დროებით. Right. კარგად.